მოგესალმებით, BMG წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ გადაცემა რედაქტორს, რომელსაც დღეს მე ჟურნალისტი ელენე გოგბერაშვილი გავუძღვები. რეორგანიზაცია განათლების სამინისტროში და დაანონსებული უმაღლესი განათლების რეფორმა, ეს იქნება დღევანდელი საუბრის თემა ჩვენ სტუმართან. სანამ მას წარგიდგენთ, მოკლედ მინდა შევახსენო მაყურებელს, რა იცვლება განათლების სისტემაში. დავიწყოთ ბოლო ცვლილებით, რეორგანიზაციის მიზეზით გავიგეთ, რომ დარგობრივი სამინისტრო განათლების საერთაშორისო ცენტრთან ერთად პროფესიული უნარების სააგენტოსაც აუქმებს. სამინისტრო აცხადებს, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრი და პროფესიული უნარების სააგენტო ცალკეული უწყების სახით აღარ იქნება წარმოდგენილი და ფუნქციონირებას სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გააგრძელებს. როგორც ცნობილია, პროფესიული უნარების სააგენტო 2021 წელს მიხეილ ჩხენკელის მინისტრობის დროს შეიქმნა და მის მიზანს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული პროგრამების დანერგვის ხელშეწყობა წარმოადგენდა. რაც შეეხება განათლების საერთაშორისო ცენტრის ლიკვიდაციას, აღნიშნული ცენტრი 2014 წლიდან ფუნქციონირებს და ის საქართველოს მოქალაქეებს გრანტებით და სტიპენდიებით მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლაში ეხმარებოდა. მთავრობის დადგენილების თანახმად ცენტრის ლიკვიდაციის პროცესი წლის ბოლომდე იგეგმება. მანამდე მთავრობამ უმაღლესი განათლების რეფორმა დაგვიანოსა, მთავარი რასაც ოცნება ცვლის არის ის, რომ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ ერთი ფაკულტეტი შეიქმნება, ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლა 4-ის ნაცვლად 3 წლით, მაგისტრატურაზე კი 1 წლით განისაზღვრება. რეფორმა მიზნად ისახავს ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემის ცვლილებასაც. მთავრობა უმაღლესი განათლების რეფორმის გეგმის პირველი ნაწილის შესრულებას 1 წელიწადში აპირებს. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ განათლების კონცეფციის სრულად განხორციელებას დაახლოებით 3-4 წელიწადი დასჭირდება. ქართული ოცნება საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ქუთაისთან ერთად განიხილავს რუსთავშიც. ოცნების პრემიერი ამბობს, რომ წინასწარ განისაზღვრება კვოტები თუ რომელმა ქალაქმა რამდენი სტუდენტი უნდა მიიღოს. განიხილება ასევე თბილისში ცალკეული უნივერსიტეტების შენობების პრივატიზაციაც. რა შედეგებს უნდა ველოდოთ უმაღლესი განათლების სფეროში აღნიშნული გეგმის განხორციელების შედეგად, ნიშნავს თუ არა საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრციდან საქართველოს იზოლაციას, როგორც ამაზე განათლების სპეციალისტების უმრავლესობა მიუთითებს და რეალურად რა ტიპის ცვლილებები სჭირდება საქართველოს განათლების სისტემას. უმაღლესი განათლების ექსპერტთან ლიკა ღლონთან დავსვამთ ამ და სხვა კითხვებს, ის უკვე შემოუერთდა ჩვენ სტუდიას. ლიკა, მოგესალმებით, გამარჯვება, უღრმესი მადლობა თქვენი დროისთვის. თქვენ მოწვევისთვის. ლიკა, მინდა რომ დღეს ვისაუბრებთ ბუნებრივია ძირითადად დაანონსებულ უმაღლესი განათლების რეფორმაზე, თუმცა ის ბოლო ცვლილებით მინდა რომ დავიწყო, ეს ეხება რეორგანიზაციას განათლების სამინისტროში. როგორც გავიგეთ, ერთ-ერთი ცვლილება ეხება განათლების საერთაშორისო ცენტრის ლიკვიდაციის პროცესს, მთლიანად არაუქმებს, ამას ვთქვათ, იმედია არაუქმებს განათლების სამინისტრო ამ ცენტრს, თუმცა ვიცით, რომ ის ამიერიდან, უბრალოდ იანვრიდან, 2026 წლის იანვრიდან ფუნქციონირებას გააგრძელებს თავად სამინისტროს აპარატის ქვეშ და ის როგორც ცალკე CPS-ი არ იქნება წარმოდგენილი. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, თქვენ როგორ გესმით, რა მიზანი შეიძლება იდგეს რეალურად აი ამ ცენტრის ლიკვიდაციის უკან? ჩვენ სამინისტრომ როგორც განგვიმარტა, მეტი ეფექტიანობის გაზრდისთვის არის ეს გადაწყვეტილება მიღებული. მე როგორც მითხარით ეთერს მიყვა, თქვენ თავდაპირველად როდესაც შეიქმნა ეს ცენტრი, იყავით კომისიის წევრიც და კარგად იცით ამ ცენტრის ფუნქციები. რას უნდა ველოდოთ, რა იყო რეალურად ამ ცენტრის ფუნქცია და ეხლა ამ ცვლილებით რა მოლოდინი უნდა გქონდეს? განათლების საერთაშორისო ცენტრი იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო კარგი ინიციატივა და პროექტი, რომელიც ქართული ოცნების მმართველობის დროს დაიწყო და განხორციელდა. ეს აუცილებლად უნდა ითქვას. მართალია, იდეები უფრო ადრე არსებობდა და ჯერ კიდევ პრეზიდენტ სააკაშვილის და შემდეგ პრეზიდენტ მარგველაშვილის პირობებში არსებობდა გარკვეული ინიციატივები, მაგრამ სრული სახით ეს პროგრამა ამუშავდა 2014 წელს და როგორც თქვენ აღნიშნეთ, მე 5 წილად პატივი პირველი 4 წლის განმავლობაში შესარჩევი კომისიის წევრი ყოფილიყავი. მსგავსი ცენტრები არსებობს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში, რომელთა და ამ ცენტრის ამოცანა არის საკუთარ მოქალაქეებს მისცეს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების მიღება. როგორც წესი, აქცენტი იყო გაკეთებული სამაგისტრო პროგრამებზე, თუმცა იყო საბაკალავრო პროგრამებიც დაფინანსებული, სადოქტორო პროგრამებიც და იყო კვალიფიკაციის ამაღლების კურსებიც.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისთვის, რომ აკადემიური სივრცე საქართველოში იყოს გახსნილი საერთაშორისო ურთიერთობისთვის. ეს არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს ქართული უნივერსიტეტების ხარისხს. როგორც გითხარით, მსგავსი პროგრამები ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც არის და ვთქვათ იგივე გერმანია, რომელიც გერმანელ სტუდენტებს ხელს უწყობს საზღვარგარეთ მიიღონ განათლება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გერმანიაში უნივერსიტეტები თავის ფუნქციას ვერ ასრულებენ. ანუ ეს არის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ შემთხვევაში ხარისხზე მიბმულიც ასევე, იმიტომ რომ ჩვენი სისტემა საჭიროებდა ჯერ კიდევ გარდაქმნას და გაუმჯობესებას. 1600-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავდა ამ პროგრამას. მისი ლიკვიდაცია, ასაკუთრებით ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. სრულად ამ ცენტრის ფუნქციონირება ვერ დაიხურება, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ წუთას სტიპენდიენტები არიან, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ და მათ სჭირდებათ მხარდაჭერა, მათ სჭირდებათ სტიპენდიების გადარიცხვა, ანუ სულ მცირე ის ხალხი, ვინც შარშან და შარშანწინ მიიღო დაფინანსება და ბაკალავრის შემთხვევაში 3 წლის წინ ვინც მიიღო დაფინანსება, მათი პროგრამები, მათი ფინანსური ვალდებულებები უნდა შესრულდეს სახელმწიფოს მიერ. ასე რომ ამ ნაწილში არ ვინერვიულებდი, იმიტომ რომ იმედი მაქვს, რომ აი ამ ნაწილს დაასრულებენ. ჩემთვის გაუგებარია და კითხვის ნიშნის ქვეშაა კვლავის საკითხი, შენარჩუნდება თუ არა ახალი სტიპენდიების პროგრამა, ანუ მაგალითად გაისად ექნება თუ არა საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აწი უკვე განათლების სამინისტროში შეიტანონ განაცხადები, იქ თუ ეს დეპარტამენტის სახით იქნა და კონდეთ საშუალება გააგრძელონ სწავლა საზღვარგარეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში. ამ კითხვაზე პასუხი ვერც მე ვერ მივიღე, არაოფიციალური არხებით, რომელიც დღეს არის საკმაოდ არ ვიცი რამდენი 5.2 მილიონი ლარი იყო შაშანდელი, შაშან შევხედე, ანუ წლიური ანგარიშები ჯერ კიდევ ვებგვერდი არსებობს და იქ ნახე წლიური ანგარიშები, შაშანდელი ბიუჯეტი იყო 5.2 მილიონი ლარი. შენარჩუნდება თუ არა ეს ბიუჯეტი, იქნება თუ არა ახალი სტიპენდიებისთვის კონკურსი, ამაზე ჩვენ პასუხი ჯერჯერობით არ აგვაქვს. მე ნამდვილად მინდა მქონდეს იმის იმედი, რომ მიუხედავად რეორგანიზაციისა, ეს ოპცია ქართულ სტუდენტებს დარჩებათ და იქნება იმის საშუალება, რომ მათ მიიღონ განათლება მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში. კი ბატონო ლიკა, ზოგადად კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რა მნიშვნელობის მატარებელი იყო ამ ტიპის რგოლის არსებობა, იგივე განათლების სამინისტროს ქვეშ. თქვენ ახსენეთ, რომ 1600-ზე მეტმა ხო სწორად მახსოვს სტუდენტმა ისარგებლა, ასე ვთქვათ, ამ ხელშეწყობით და მიიღეს მათ განათლება საზღვრებს გარეთ. ამ ნაწილში კიდევ რა ვალდებულებები იყო სახელმწიფოს მხარეს, რამდენად სრულდებოდა ეს ვალდებულებები და ამ ნაწილში ხომ არ იყო გამოწვევა, რაც შეიძლება ახალი მინისტრის ყურადღების საგანია და ამ ნაწილშიც აპირებს რაიმე ცვლილებების შემოთავაზებას. არ ვიცი სიმართლე გითხრათ, რამდენად ეს სამინისტროს ინიციატივა და რამდენად ეს არ მოდის პრემიერისგან, ანუ ამაზე მიჭერს პასუხის გაცემა, ვინ არის ინიციატორი მსგავსი სტრუქტურული ცვლილებებისა, იმიტომ რომ პარალელურ რეჟიმში უნარების სააგენტოც იხურება, მე მრჩება შტაბ-შტილება, რომ ეს არის ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის პოლიტიკა. რაც თავისთავად ძალიან ცუდი ინდიკატორი, იმიტომ ეს ნიშნავს, რომ განათლების სისტემაში ფული არ არის. თუ კი მსგავს ნაბიჯებზე მიდიან და სიპებს აუქმებენ, არა, ეს ნიშნავს მათი პერსონალის შემცირებას, ეს ნიშნავს შენობების, ასე ვთქვათ, გამონთავისუფლებას, ანუ ერთ-ერთი ინდიკატორი არის ის, რომ სისტემაში ფული არ არის და ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის გზას ადგანან. ჩემი ვარაუდი ეს არის ყოველ შემთხვევაში მე სხვა მიზეზს აქ ვერ ვხედავ. როგორ შეიძლება ეფექტიანობა გაიზარდოს ნაკლები თანამშრომლებით და განათლების სამინისტროს ქვეშ ფუნქციონირებით, არ ვიცი, ამაზე ვერ გეტყვით. მაგრამ ცენტრს რო დავუბრუნდეთ საერთაშორისო განათლებისა, ერთ-ერთი ფუნქცია, რომელსაც მას ჰქონდა, იყო საქართველოსთვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება და მათი დაბრუნების შემთხვევაში მათ ჰქონდათ ვალდებულება, უნდა დაბრუნებულიყვნენ ქვეყანაში და უნდა ემუშავათ მინიმუმ 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო სტრუქტურებში. აქ იყო პრობლემები, რასაკვირველია, იმიტომ რომ ხშირად ვერ ხდებოდა ამის უზრუნველყოფა, ბავშვები ბრუნდებოდნენ, ეგრე ძალიან ბევრია ყოველთვის ჩემს იყოფნაში, რაც მე მახსოვს, ეხლა ბოლო წლებზე თავს ნამდვილად ვერ დავდებ, დაბრუნების მაჩვენებელი იყო ძალიან მაღალი აბსოლუტურად. სხვადასხვა აქვე გეტყვით, რომ არათუ ამ სასტიპენდიო პროგრამაში, მაგალითად ერაზმუსის პროგრამაში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი წლების განმავლობაში, ასევე ჩვენ პრაქტიკულად 100%-იანი დაბრუნების მაჩვენებელი ჰქონდა. ანუ ჩვენ გვიბრუნდებოდა ეს ხალხი, იმიტომ რომ განვითარების პერსპექტივები ჰქონდათ სწორედ საქართველოში და არა საზღვარგარეთ და სხვა ამბავი არის, რომ აქ მე ვერ ახერხებდნენ ხშირ შემთხვევაში სტრუქტურებში, იქნებოდა ეს სამთავრობო სტრუქტურები თუ იქნებოდა ეს აკადემიური სივრცე ავტომატურად დასაქმებას, იმიტომ რომ არსებობს სასაკვირ თანამდებობებზე შესარჩევი კონკურსები. ანუ ნახევრად განხორციელებული იყო ამ ცენტრის ფუნქცია და მაგალითად ერაზმუსის შემთხვევაში უნდა ვიცი, რომ ბევრი მერე უკვე საქართველოში დაბრუნების შემდეგ მერე როცა უკვე ვერ პოულობდნენ სამსახურს ან ვერ საქმდებოდნენ, მერე თქვა ბრუნდებოდნენ ისევ საზღვარგარეთ. ან ეს იყო
არა უშუალო ასე ვთქვათ მიგრაციის ხელშეწყობა, არამედ იძულებითი, როდესაც ქვეყანაში შრომის ბაზარზე ვერ ერგებოდნენ. ამიტომ მთელი ეს საუბარი იგივე განათლების ახალი კონცეფციის ფარგლებში იმაზე, რომ მიგრაციას უნდა შეუშალოთ ხელი, არის მაპატიეთ და უბრალოდ არაკომპეტენტური, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უნდა იყოს ქვეყანაში ადეკვატური შრომის ბაზარი, ადეკვატური ანაზღაურებით და ამ შემთხვევაში არავინ არსად არ წავა. ასე რომ განათლებაზე ამის გადაბრალება არ არის მთლად სწორი. შრომის ბაზარს უნდა მიეხედოს, რომლის კვლევებსაც ახლა ძალიან დიდსულოვნად გვპირდება მთავრობა და ვნახოთ აბა რა კვლევებს და რა შედეგებს დადებენ. უნარების სააგენტოზეც კითხავთ აქვე, ეს არის ამ განათლების საერთაშორისო ცენტრთან ერთად, როგორც ცალკე ქვეუწყება ის აღარ გააგრძელებს ფუნქციონირებას, აქაც სამინისტროს დაქვემდებარებაში შედის. აი ამ ნაწილშიც ეს ხო მან ერთ-ერთი ახლა ჩემი კომპეტენციის სფერო არ არის, მაგრამ მან ერთ-ერთი მთავარი ასპექტი იყო სწორედ დამსაქმებლებთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა. ანუ ეს იყო პირველი მცდელობა იმისა, რომ ამ უნარების სააგენტოს საბჭოში შემოიყვანეს ძალიან ბევრი დამსაქმებელი და იყო ძალიან აქტიური თანამშრომლობა სწორედ შრომის ბაზის წარმომადგენლებთან, იმიტომ რომ პროფესიული განათლება უფრო მობილური არის, უფრო მოკლევადიანი არის და უფრო სწრაფად შეუძლია რეაგირება შრომის ბაზრის მოთხოვნებზე და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს დიალოგი არსებობდა დამსაქმებლებთან. რამდენად მოხერხდება ამ დიალოგის შენარჩუნება და განვითარება სამინისტროს დეპარტამენტის პირობებში, მიჭირს ამის თქმა, იმიტომ რომ იქაც ძალიან ანუ მარტო სტრუქტურული ცვლილება კი არ მოხდა, საკადრო ცვლილებებიც მოხდა ძალიან სერიოზული. ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანი, რომელიც ორივე ცენტრში მუშაობდა, ეხლა ადგილზე არ არის. ასე რომ არა მარტო სტრუქტურა იცვლება, არამედ პერსონალიც იცვლება და ახალი პერსონალი რამდენად შეძლებს თავიდან ააწყოს ასე ვთქვათ ეს სისტემები, არ ვიცი. გამოჩნდება ყოველ შემთხვევაში. იმედი, ანუ მე ნამდვილად არა ვარ ჩასაფრებული ადამიანის პოზიციიდან ამას არ ვუყურებ, იმიტომ რომ ძალიან გულშემატკივრობ ორივე ამ ცენტრის მუშაობას. განსაკუთრებით გულშემატკივრობ განათლების საერთაშორისო ცენტრთან მუშაობას, იმიტომ რომ ნამდვილად მჯერა და ჯერ არა ვიცი, რომ საერთაშორისო განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, მithot ერთ პატარა ქვეყნის როგორც საქართველო არის და იმედი მაქვს, რომ ეს ფუნქცია შენარჩუნდება სხვადასხვა სტრუქტურულ ფორმატში. კი ბატონო. ლიკა, მინდა გადავიდეთ სწორედ ამ განათლების რეფორმაზე, უფრო მეტად რადგან თქვენ უმაღლესი განათლების სპეციალისტი ბრძანდებით, ამიტომ ამით დავიწყებ, იმიტომ რომ ვიცით რომ სკოლის დონეზეც აბრუნებს 12 წლის ნაცვლად 11 წლიან სწავლებას, ნუ ეს არის ყოველ შემთხვევაში დაანონსებული რა, როდის როგორ მოხდება, არ ვიცით, თუმცა მინისტრმა უფრო სწორად პრემიერმა თქვა, რომ ამ კონცეფციის განხორციელებას ისინი აპირებენ უკვე ამ 1 წელიწადში და დასრულდება 3-4 წელიწად. დაუჯერებელი არის აბსოლუტურად. თქვენ როგორ გესმით, აი აღარ ჩამოუთვლი მთავარ ასე ვთქვათ სიახლეებს, რომელიც შემოგთავაზეს მათ, ანუ ხედვა ჩანს თუ არა რეალურად რისი გაკეთება, რისი მიღწევა უნდა. ჩვენ თავიდან გვახსოვს, რომ როცა დაანონსდა რეფორმა, პრემიერმა უკმაყოფილება გამოთქვა განათლების ხარისხით და მთელი ეს ცვლილებები შეიფუთა სწორედ აქედან გამომდინარე, რომ ამას უნდა აეწია განათლების ხარისხის დონე ქვეყანაში. წევს თუ არა ეს კონცეფციის ეს ასკარსებული შემოთავაზებული ცვლილებები განათლების ხარისხს. თეთრ ნებისმიერ რეფორმას ეპატიება ყველაფერი, თუ ჩვენ დავაყენებთ, ასე ვთქვათ, წინა პლანზე ხარისხის გაუმჯობესების თემას. ვინ შეიძლება იყოს განათლების ხარისხის გაუმჯობესების წინააღმდეგი? აბსურდი არის, ხო? უბრალოდ საქმე იმაში არის, რომ ყველა ეს დაანონსებული ნაბიჯი, რომლითაც ესენი აპირებენ ვითომ და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, პირიქით ამას მხოლოდ გაუარესებს, ყოველ შემთხვევაში ქაოსს უფრო მეტ შემოიტანს. ეს ერთი და მეორე, აბსოლუტურად დაუჯერებელი არის, რომ ეს რეფორმა დასრულდეს 3-4 წელიწადში, თუნდაც მარტო ინფრასტრუქტურული ასპექტი რომ ავიღოთ, იმიტომ რომ იქ იყო სწორედ ნათქვამი და თქვენ ეცეთ აღნიშნეთ, რომ უნდა მოხდეს შენობების გაყიდვა სახელმწიფო უნივერსიტეტების, ეს შენობები უნდა ვიღაცამ შეისყიდოს და ამ თანხით უნდა მოხდეს ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის რუსთავის გზატკეცილზე. 3-4 წელიწადში იდეალურ პირობებშიც კი ეს არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ რით და წარმატებული დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებით ქართული ოცნება ვერ დაიკვეხნის. ჩვენ აი ახლა ვუყურებთ რა ხდება თბილისის სკოლებში მაგალითად, ხო? ხალხი ქუჩებს კეტავს უკვე იმიტომ, რომ სკოლების შენობების, ასე ვთქვათ, გარემონტება და აშენება ვერ მოხერხდა. ჩვენ გვახსოვს, ჩვენ კარგად გვახსოვს, მეცნიერების ქალაქის მშენებლობის დიდი პროექტი იყო დაანონსებული რამდენიმე წლის წინ და
აგური აგურზე არ დადებულა, იქ არაფერი არ მომხდარა და ჩვენ ვიცით მაგალითად ისეთ ცნობილ და ფინანსურად უზრუნველყოფილ პროექტში, როგორიც იყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, დღემდე ფუნქციონირება არ დაუწყია თერაპიის ცენტრს, რომელსაც ძალიან ასე ვთქვათ დიდ რეკლამას უწევდნენ, იმიტომ რომ შენობა არ არის ჯერ აშენებული, ხო? ამიტომ 3-4 წლიან ვადაზე ძალიან სკეპტიკური ვარ ამ წუთას. რაც შეეხება мотивაციას, ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს იქნება ცენტრალიზებული მმართველობა სახელმწიფო უნივერსიტეტების, გაზრდილი კონტროლი, ნატამალი არჩევა უნივერსიტეტების ავტონომიურობის და აკადემიური თავისუფლებისა და ხდება ხარჯების სერიოზული ეკონომია. იმიტომ რომ გარდა ამ შენობების გაყიდვის საჭიროებისა, რატო უნდა გავყიდოთ შენობები თუ ეკონომიკა თუხთუხებს ქვეყანაში, ხო? რატო უნდა ჩამოვაშოროთ, ასე ვთქვათ, ჩვენ ამ უნივერსიტეტების შენობები? იმიტომ რომ უნდა შემცირდეს გარკვეული სახის პროგრამები, ხო? ეს დაანონსებული იყო, ანუ მთელი რიგი ფაკულტეტებისა, მათ შორის თბილისში დაიხურება, სხვადასხვა უნივერსიტეტებში. შესაბამისად ეს ხალხი რჩება ქუჩაში, იმიტომ რომ ამდენი პროფესორი უკვე აღარ იქნება საჭირო. გარდა ამისა დაანონსებულია მოდელი 1 სრული პროფესორი, 2 ასოცირებული, 10 ასისტენტი, ანუ მკვეთრად მცირდება აკადემიური პერსონალის რაოდენობა და მოხდება ხარჯების ძალიან სერიოზული ოპტიმიზაცია, რაც კიდევ ერთხელ იგივე ამ სიპების გაუქმების ფონზე გვაფიქრებინებს იმას, რომ განათლების სისტემაში ფინანსური კრიზისი არის. მაგალითად, კიდევ ერთ-ერთი თემა არის ის, რომ გაისისთვის საქართველოს განათლების სამინისტროს ბიუჯეტი არ იზრდება არც ერთი თეთრით, ხო? ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ განათლება არის პრიორიტეტი, თუ ეკონომიკაში ესეთი არნახული წარმოუდგენელი აღმავლობა გვაქვს, მოწინავე ქვეყანა ყოფილვარ, რაც გვესმის ყოველდღე, ხო, ეკრანებიდან, რატომ არ იზრდება განათლების ბიუჯეტი? პირიქით ნომინალურად მცირდება კიდევაც 400 მილიონი, თუმცა ეს 400 მილიონი ინფრასტრუქტურულ პროექტებისა გადაიტანეს სხვა უწყებაში, მაგრამ კარგი ინფრასტრუქტურა გავიტანეთ ცალკე. რატომ არ იზრდება უშუალოდ განათლების პროგრამა? რატო არ იზრდება მეცნიერების დაფინანსება? რა უდგას ამას წინ ასეთი აყვავებული ეკონომიკის პირობებში? ასე რომ მან ძალიან ბევრი კითხვაა და მე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმაზე, რომ ეს კონცეფცია აღსრულდება ისე, როგორც არის გაწერილი, მაგრამ ზიანის მიყენება შეუძლია. მაგალითად, ფინანსურ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული ესეთი ბრძანების გამოცემა, რომელიც აუკრძალავს სახელმწიფო უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების მიღებას. ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში დაფიქსირებულ ავტონომიურობის პრინციპს, მაგრამ რაღაც მეუბნება იმას, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები ამას არ გაასაჩივრებენ არსად და ალბათ პირდაპირ დაყვებიან ამ ამბავს. ეს კი ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს უნივერსიტეტების ფინანსურ მდგომარეობას, რასაკვირველია. ანუ აი ესეთი წვრილ-წვრილი რაღაცა ნაბიჯებით შეიძლება უფრო მეტი ზიანი მიადგეს სისტემას, ვიდრე მთელი სრული კონცეფციის განხორციელებით. კი ბატონო ლიკა, ჩვენ ამ აკადემიური წრეებისგან გვესმის შეფასებები, აი თქვენს მსგავსად, რომ სწორედ ამ ცვლილებიდან გამომდინარე ისინი ელოდებიან, რომ ავტონომიას დაკარგავენ რეალურად, რადგან ცენტრალიზებული მართვა მოხდება ამ უნივერსიტეტების და კიდევ ერთი ცვლილება ეს დაფინანსების მოდელის ცვლილებას გულისხმობს. ნიშნავს თუ არა, რომ ეს მთელი რესურსი, ძირითადი რესურსი სწორედ წავა სახელმწიფო უნივერსიტეტებში და სახელმწიფო დაკვეთაც ეს იქნება ყოველ შემთხვევაში ჩანს კონცეფციიდან, რომ აი დააფინანსებენ იმ სტუდენტებს, რომლებიც ისწავლიან ამ შემთხვევაში სახელმწიფო უნივერსიტეტებში. აი კერძო უნივერსიტეტების მდგომარეობა როგორ წარმოჩნდება აქედან გამომდინარე? რამდენიმე კითხვა მოდი თავიდან დავიწყებ, ხო? ანუ კი არ ველით რომ ავტონომიურობა დაიკარგება, ავტონომიურობა აუცილებლად დაიკარგება, იმიტომ რომ კონცეფციაში პირდაპირ წერია, რომ მაგალითად რეგიონებში არსებულ უნივერსიტეტებში შეუნარჩუნდება მხოლოდ პედაგოგიკის და სოფლის მეურნეობის მიმართულებები და სხვა ყველაფერი უნდა დაიხუროს. ხო, იქ ყოველთვის ეს გამონაკლისებზე საუბარია. გამონაკლისები კარგი სავაჭრო თემაა ზოგადად შემოგდებული, რომ ყველასთან მე შეიძლება რაღაცა ინდივიდუალურ შეთანხმებებზე შევიდნენ, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრი კონცეფციაში ამბობს და ინტერვიუებში ამას ძალიან ამაყად და ღიად იმეორებს, რომ რეგიონებში არსებულ უნივერსიტეტებს განუსაზღვრავენ, რისის სწავლება შეუძლიათ მათ, უკვე არის ძალიან კაფიო დარღვევა უნივერსიტეტის ავტონომიურობისა, ხო? და მანდ ძალიან ბევრი კითხვა რჩება კიდე რეგიონულ უნივერსიტეტს, რომ უყურა, ასე ვთქვათ, სხვა ფაკულტეტებს, მაგალითად უცხო ენებს, მაგალითად სამართალს, მაგალითად არ ვიცი, მე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებს და უტოვებ მარტო პედაგოგიკას და სოფლის მეურნეობას. იქ როგორ მოხდება, თქვათ, ხარისხის უზრუნველყოფა იმ ხალხს, ვინც დასაქმებული იყო სხვა სფეროებში, რას უკეთებ? ამიტომაც მე ყველა ეთერში ვლაპარაკობ იმაზე, რომ კოლეგებო, თქვენ სამსახურებს დაკარგავთ. მათ შორის რეგიონულ უნივერსიტეტებში თუ ეს კონცეფცია განხორციელდა ისე, როგორც ეს არის გამოცხადებული ამ წუთას, ხო? ეს სახელმწიფო უნივერსიტეტების შემთხვევაში დაფინანსებაზე იყო ნათქვამი, რომ სახელმწიფო დაკვეთა განთავსდება მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში და ამისთვის იქნება მუდმივად შრომის ბაზრის კვლევები გაკეთებული. ეს არის ძალიან პრობლემური თემა, იმიტომ რომ
ჩვენ ცხოვრობთ საბაზრო ეკონომიკის პირობებში. რამდენად კარგად მუშაობს, რა პრობლემები აქვს, მაგრამ ოფიციალურად ხო გვეუბნებიან, რომ ეს არის საბაზრო ეკონომიკა, კაპიტალისტური ქვეყანა გავხდით. რა სახელმწიფო დაკვეთა? როგორ შეიძლება მე სახელმწიფომ აი ასეთი თავისუფალი ბაზრის პირობებში გავაკეთო დაკვეთა რაღაცა პროფესიებზე, რომელიც 3 წლის შემდეგ ან იქნება საჭირო ან არა, ანუ ჩვენ ეს არ ვიცით და მეორე, მან კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე, შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარება, მთელ მსოფლიოში ახლა აკადემიურ სივრცეში მთავარი პრობლემა არის ის, ხელოვნური ინტელექტის შემოსვლის პირობებში, როგორ უნდა გადაკეთდეს უმაღლესი განათლება, იმიტომ რომ დღემდე არ ვიცით, რომელ პროფესიებს გააქრობს ხელოვნური ინტელექტის შემოსვლა, ხო? რომელი სტრუქტურა იქნება სახელმწიფოში, რომელიც აი ამას ყველაფერს გათვლის და ამის დანერგვაში მოგვეხმარება. და რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს. კერძო უნივერსიტეტები საერთოდ რჩებიან სახელმწიფო დაფინანსების სქემის მიღმა, იმიტომ რომ აქამდე თუ სტუდენტს, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაღალ ქულებს დააგროვებდა, შეეძლო სახელმწიფო გრანტი წაეღო კერძო უნივერსიტეტში, ეს თემა ჩაიჭრა და მოიხსნა დღის წესრიგიდან, მარტო სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოხდება დაფინანსების, ასე ვთქვათ, დაშვება. კერძო უნივერსიტეტებში შეიძლება კითხვა, მაგალითად, სამეცნიერო სახელმწიფო გრანტებზე წვდომა დარჩებათ მათ? რუსთაველის ეროვნული ფონდი, რომ საგრანტო კონკურსებს გამოაცხადებს, ექნებათ კერძო უნივერსიტეტებს სახელმწიფო გრანტზე მანდ-მაინც განაცხადის შეტანის უფლება, გაუგებარია ეს არ არის. ხოდაშორის მეცნიერებაზე სიტყვაც არ იყო თქმული და ჩვენ არ ვიცით მეცნიერების დაფინანსება შეიცვლება თუ არა და მთავარი დაფინანსება მაგმიმართლებით უნდა წავიდეს დღევანდელ დღეს. ჩვენ თუ გვინდა რომ სოფლიოში კონკურენტუნარიანობა ოდნავ მაინც შევინარჩუნოთ. უცხოელები მარტო უნივერსიტეტებს ექნება, ხო? ანუ შეუნარჩუნებენ, მათ მისცემენ, მათ ამდენი ფულის, ასე ვთქვათ, მიღების საშუალებას. მე მგონია, რომ შეიძლება 1-2 წლის შემდეგ აუცილებლად მიადგნენ კერძო უნივერსიტეტებსაც, იმიტომ რომ რასაკვირველია კადრების გადადინება მოხდება ახლა სახელმწიფოებიდან კერძო უნივერსიტეტებში და შეიძლება იქ შეიქმნას რაღაცა ისეთი ამათვის არასასურველი აკადემიური ინტელექტუალური წრეები, ასე რომ კარგს არაფერს ველია მიმართულებით. და მაინც კერძო უნივერსიტეტები ალბათ უფრო უცხოელ სტუდენტებზე უნდა გააკეთებდნენ აქცენტს. მოუწევთ, იმიტომ რომ ნახეთ გაძვირდება მან სწავლა, შესაბამისად, ანუ დაიჩაგრება ქართველი სტუდენტი აუცილებლად, იმიტომ რომ რადგანაც იზღუდება, ასე ვთქვათ, სასწავლო ადგილები და ორი დიდი უნივერსიტეტი რჩება თბილისში და ქუთაისში, ანუ ლიხს აქეთ ექნებათ საშუალება, რეგიონულებში არჩევანი მკვეთრად მცირდება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, და გვეუბნებიან, რომ დავტოვებთ მხოლოდ პედაგოგიკას და სოფლის მეურნეობასო და სიტყვაზე მე თუ მინდა ვისწავლო სამართალი ან სოციოლოგია, მექნება არჩევანი თბილისსა და ქუთაისის შორის მხოლოდ და თუ აქ არ მოვხვდი, უნდა წავიდე კერძოში. კერძოებში კონკურენცია იზრდება, ფასმა შეიძლება აიწიოს და შესაბამისად ქართველი სტუდენტი, რომელსაც არ აქვს ეს საშუალება, რომ გადაიხადოს ეს ფული, საერთოდ განათლების სისტემის მიღმა შეიძლება დარჩეს. ანუ ჩემი პროგნოზი ესეთი იქნება, რომ განსაკუთრებით ასე ვთქვათ, საშუალო ფენას ძალიან სერიოზულად დაარტყავს ეს რეფორმა, თუ რაღაცა სასტიპენდიო პროგრამები არ იქნა შემოღებული, იმიტომ რომ ეს კონცეფცია მეორე მხრივ იყო ძალიან ჭყინტი. აბსოლუტურად დაუსრულებელი, ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა და თვითონვე თქვენ სხვათა შორის რომ აი ახლა შევქმნით სამუშაო ჯგუფებს და აი ახლა განვიხილავთ ყველაფერს, ანუ მე დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენს კითხვებს ისინი ისმენენ და მიხვდებიან რამდენი დეტალი ექნება დასამუშავებელი, იმისთვის რომ ეს კონცეფცია რაღაცა უფრო სერიოზულს დაამსგავსონ და განხორციელებაც. კი ბატონო ლიკა, ქართული აკადემიური სივრცის ასე ვთქვათ, საერთაშორისო ინტეგრაციის საფრთხეებზეც მინდა ვილაპარაკოთ, ამაზეც კეთდება სპეციალისტების მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი. აქ რა საშიშროებას ხედავთ აი ამ კონცეფციიდან გამომდინარე? ეხლა როდესაც მარტო ორი უნივერსიტეტი რჩება ქვეყანაში და როდესაც ზოგადად არის ცენტრალიზებული მმართველობა, როდესაც არის ცენტრალიზებული კონტროლი, მათ შორის აკადემიურ პერსონალზე, რასაკვირველია იქ აკადემიური თავისუფლებაც იზღუდება, მით უმეტეს სახელმწიფო უნივერსიტეტს, როდესაც ეკრძალებათ უცხოელი სტუდენტების მიღება, ეს რასაკვირველია პირდაპირ აისახება ინტერნაციონალიზაციის ხარისხზე. ანუ აქ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიტყვა გამონაკლისი ნახსენები არის, გამონაკლისი იქნება ინდივიდუალური ვაჭრობის და რაღაცა ასე ვთქვათ, შეთანხმებების საფუძველი, რამდენად ობიექტური იქნება, არავინ არ იცის, რას მოითხოვენ ამ ვაჭრობის სანაცვლოდ სახელმწიფო სტრუქტურები, ესეც გაურკვეველია, ალბათ სრულმორჩილებას, ალბათ, იმიტომ რომ სხვა ასე ვთქვათ, ხეირი რა უნდა მიიღონ მათ უნივერსიტეტებისგან გაუგებარი არის, მათი გაგებით, ასე ვთქვათ.
შესაბამისად, რასაკვირველია, ინტერნაციონალიზაციის ხარისხი მკვეთრად შემცირდება. აქ კიდევ საშიშროებია მაშინ მდგომარეობს, რომ მაგალითად 3+1 სისტემაზე გადასვლა დაარტყავს იმ ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს და პროგრამებს, რომლებიც უკვე შემუშავებელია, მათ შორის ევროპელ და ამერიკელ ასე ვთქვათ კოლეგებთან ერთად. ჩვენ გვაქვს 4 წლიანი პროგრამები, ჩვენ გვაქვს 2 წლიანი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები. მათი გადაყვანა 3+1 სისტემაზე მთლიანად ანგრევს ამ პროგრამებს, უკარგავს მათ საერთაშორისო აკრედიტაციას, უკარგავს მათ ადგილობრივ აკრედიტაციასაც, ამიტომ კი ეს ძალიან ცუდად აისახება როგორც მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამებზე, ისევე პერსპექტივებზე მომავალში. რაც არ მოხდება, თუ ჩვენებმა არ აკრძალეს, ეს არის სასტიპენდიო საერთაშორისო პროგრამები, რომლებიც გაცვლით პროგრამებზე აუცილებლად კვლავ გააგრძელებს მუშაობას, იმიტომ რომ ეს არის სწორედ დასავლური სასტიპენდიო ფონდების პოლიტიკა, ისინი რუსეთიდანაც არ გასულან ბოლომდე, ანუ ეს საშუალო სტუდენტებს ექნება, მაგრამ იქნება ალბათ სულ უფრო შემცირებული რაოდენობა და ძალიან გაზრდილი კონკურენცია ამის მისაღებად. მე მგონია, რომ საზღვარგარეთ სწავლის მსურველი სტუდენტების რაოდენობა მხოლოდ მკვეთრად გაიზრდება ამ რეფორმის კვალობაზე. კი ბატონო, კარგად ამ გაცვლით პროგრამებს შეეხეთ, აქვე დავაზუსტებ, ბევრი კითხვა ისმის, ბევრი ბუნდოვანი კითხვა თლად ამ რეფორმასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ნაწილშიც უნდა გკითხოთ, აი მოსალოდნელ შედეგებზე თქვენ გქონდათ საუბარი, უკვე თუ ჩანს, რომ აი ამ ფორმით შეიძლება ჩვენმა დონორებმა, ვინც აფინანსებენ რეალურად ამ გაცვლით პროგრამებს, რაღაცა თავი შეიკავონ, თუ აქ უფრო ლოიალური სასტიპენდიო პროგრამებზე ეს არ აისახება, იმიტომ რომ ეს არის მათი პოლიტიკა, მაგალითად ერაზმუსის, იგივე დაადის, იგივე შვედური პროგრამების, ჩივინინგის, ბრიტანული და ასე შემდეგ, როგორც გითხარით, ისინი რუსეთშიდაც კი აგრძელებენ მუშაობას, თურქმენეთშიც აქვს სასტიპენდიო პროგრამები, რასაც შეზღუდული რაოდენობით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შანსს ყოველთვის უტოვებენ ამ ქვეყნების მოქალაქეებს, რომ მათ მიიღონ განათლება საზღვარგარეთ, ცხადია საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში. ანუ კონკურსის კომპონენტი აქედან არ გაქრება, ასე ვთქვათ, მაგრამ თუ ჩვენმა მხარემ არ აკრძალა, როგორც მაგათ ბელარუსმა აკრძალა ეს, ხო? ანუ თუ ჩვენებმა არ აკრძალეს დასავლური სასტიპენდიო პროგრამები, რადგან ისინი რყვნიან თურმე ჩვენს ახალგაზრდებს არა, როგორც გვეუბნებიან ხოლმე, მაშინ ეს პროგრამები გაგრძელდება. რა პროგრამებში შეიძლება შეგვექმნას სირთულეები, ეს არის მაგალითად ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება. აქ შეიძლება დაჭირდეს უფრო მეტი ძალისხმევა ადაპტირებას, იმიტომ რომ ცოტათი გაუგებარი არის აი სისტემა როგორ იქნება, როგორ იმუშავებს. მე კვლავინდებურად ვიტოვებ, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ ამ მხრივ, ვიტოვებ იმის იმედს, რომ აი ამ კონცეფციის უკვე სამუშაო დოკუმენტად ქცევის პროცესში, როდესაც სპეციალისტები ჩაერთვებიან, იმიტომ ეხლა ხო სპეციალისტებს ამ დოკუმენტზე არ უმუშავიათ. განათლების სამწუხაროდ თქვენ ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ ის იცნობდა ამ დოკუმენტს, არათუ უმუშავია მასზე, გაცნობილებიც არ იყვნენ მასზე და ეს რისკები ყოველას კარგად ესმის. ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ძალიან კარგად ესმით, რა რისკებთან არის დაკავშირებული ამ კონცეფციის ისე განხორციელება, როგორც დაანონსებული იყო. ასე რომ მე ველი გარკვეულ ცვლილებს ცოტათი ამის დავარცხნას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონცეფცია კარგია და კარგ შედეგს მოგვიტანს, უბრალოდ დროში გაიწელება ეს ყველაფერი და მანამდე შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს კიდევაც. კი ბატონო. ლიკა, ბოლოსკენ რომ წავიყვანოთ ჩვენი საუბარი, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, რა მოსალოდნელი შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ დაანონსებულმა ცვლილებებმა, თუმცა თქვენს ამბობთ და ყველა აღიარებს, რომ გამოწვევები განათლების სისტემაში ყოველთვის იყო არსებობდა, აი რა არის ის მთავარი, ასე ვთქვათ, რაც საჭიროებს ცვლილებას. აი რითი უნდა დაიწყო ამ შემთხვევაში, თუ მართლაც გარკვეული ხარისხის გაუმჯობესება არის პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლების, აი მთავარი ამოსავალი რა უნდა იყოს ამ შემთხვევაში, თუ რეალურად მათ მართლაც ეს უნდა იყოს აკადემიური თავისუფლების გაძლიერება და არა შეზღუდვა და უკეთესი შრომითი პირობების შექმნა ჩვენი პროფესურისთვის და უკეთესი სასწავლო პირობების შექმნა ჩვენი სტუდენტებისთვის. ეს არის სხვადასხვა საკითხები, მაგრამ პროფესორს უნდა ჰქონდეს მართლა ძალიან კარგი ხელფასი იმისთვის, რომ არ იყოს იძულებული რაღაცა სხვა პროექტებშიც მუდმივად მუშაობდეს. უნდა იყოს ძალიან გაზრდილი მეცნიერების დაფინანსებაზე ჩვენ ერთი სიტყვას არ გაგვიგია, რაც სამწუხარო არის და სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ ნორმალურად სწავლის საშუალება, სტუდენტები მუშაობენ. სტუდენტები ღამღამობით მუშაობენ და მე თვალებ ამოღამებულები მოდიან მეორე დღეს ლექციაზე, რომელ ხარისხზე ვლაპარაკობთ იქ, ამიტომ აქ არის სოციალური ასპექტები უფრო მნიშვნელოვანი. განათლების რეფორმას, თუნდაც მე ვლაპარაკობ, სჭირდება ძალიან ბევრი ფული იმისთვის, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ ნორმალურად სწავლის საშუალება და არ იყვნენ იძულებულები, რომ მუდმივად მუშაობდნენ.
მუშაობდნენ. თუნდაც წაიმუშავონ არდედეგებს ეს სხვა თემა არის, მაგრამ სტუდენტები არის, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ საცხოვრებელი საშუალება ქონდეთ, საკვების საშუალება და სწავლის ფული გადაიხადონ. რამდენ 1000 სტუდენტს აქვს გაჩერებული სტატუსი, სწორედ იმიტომ აი ამ მიზერულ 2500 ლარსაც ვერ იხდიან, 2250 ლარსაც ვერ იხდიან ხოლმე, ხო? ამიტომ სოციალური ასპექტები უნდა იყოს მოგვარებული პირველ რიგში. ფინანსური, მაგრამ მე ვერ ვხედავ აქ დიდ ინვესტიციებს ამ წუთას განათლებაში პირიქით. ყველაფერზე ჩვენ ვილაპარაკეთ, ფაკულტეტების შემცირება, შენობების გაყიდვის საჭიროება, პროფესორის რაოდენობის შემცირება, სკოლაში განათლების დაყვანა 11 კლასზე ნიშნავს სიპების გაუქმება, ეს ყველაფერი ნიშნავს თანხების ეკონომიაზე გადასვლას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ფული არ არის. ეს არის ყველაზე უფრო ცუდი მესეჯი, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ ახლა ამ კონცეფციაში. ანუ სურვილი იმისა, რომ ყველაფერი აკონტროლონ არ ახალი არის, ასე ვთქვათ, ამას სხვადასხვა ასპექტებში ვხედავთ, მაგრამ ის რომ განათლებაში ფული არ იდება, არის ძალიან სამწუხარო და ამისთვის რომ სჭირდებათ ვაკე საბურთალოს ტერიტორიაზე შენობების გაყიდვა, არის ძალიან ცუდი მესეჯი, რომელიც მე მგონი ძალიან აშფოთებს მთელ აკადემიურ საზოგადოებას. კი ბატონო, აი დაფინანსების საკითხზეც რომ დავაზუსტოთ, ანუ იქ საუბარია რაღაცა რა მიდგომა უნდა ქონდეს ამ შემთხვევაში, როცა საუბარია სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და კერძო უნივერსიტეტების დაფინანსების საკითხზე. აი რამდენიმე მოდელი არის შემუშავებული, მათ შორის მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის დახმარებით. ყველა ეს მოდელი რატომღაც შემოიდო თაროზე, იმიტომ რომ ვერ დააკმაყოფილა ალბათ არ ვიცი მე პოლიტიკური პრეფერენციები. ერთ-ერთი მოდელი ესეც ეგწოდებული performance based funding, ანუ უნივერსიტეტის მუშაობის ხარისხიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, მისი დაფინანსების მოდელი, რაც უფრო კარგად მუშაობს უნივერსიტეტი, მით უფრო მეტი ფული უნდა წავიდეს იქ. ანუ უნივერსიტეტმა უნდა აჩვენოს, რომ თავისი აკადემიური საქმიანობით, თავისი სასწავლო პროგრამების ხარისხით, სწავლების ხარისხით და სამეცნიერო კვლევის ხარისხით იმსახურებს რომ მეტ დაფინანსებას, ხო? რასაკვირველია, აქაც გამონაკლისები შეიძლება იყოს, იმიტომ რომ გარკვეულ სფეროებს აუცილებლად სჭირდება მუდმივი დაფინანსება, ისინი კონკურენციის გარეთ უნდა იყოს, მაგალითად, ქართული ენის განვითარება, ხო? ქართული ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ აი ეს performance based funding-ის იდეა, რატომღაც ჩაქრა და ჩაიკარგა და შემოვიდა სახელმწიფო დაკვეთის იდეა, რომელიც ბევრად უფრო მარტივი სამართავი არის, არავის არ აწყენინებს და ზევიდან ქვევით წამოვა, ასე ვთქვათ, ძალიან მკაფიოდ ვიღაცები ჩაიხსნებენ სულად დაფინანსებიდან და დანარჩენებში იქნება ძალიან სერიოზული მანიპულაციის საშუალება. ეს ძალიან სამწუხარო არის. შრომის ბაზრის მოთხოვნებზეც გითხავთ, სანამ დავასრულებთ ჩვენს ინტერვიუს, ფაქტია, ბიზნესი რაღაცა ნონსენსია ბაზარზე, ყავს ერთის მხრივ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ეძებს სამსახურს, მეორე მხრივ ვაკანსიები აქვს გამოცხადებული კერძო სექტორს, რატომღაც არ ხდება თანხwebdra, მოკლედ შრომის ბაზრის მოთხოვნების იმ ასე ვთქვათ კვალიფიკაციასთან, რომელიც აქვს მოქალაქეებს. აი ამ ნაწილში უნივერსიტეტების როლი, სახელმწიფოს როლი, თავად სისტემის როლს თქვენ სათხედავთ, ანუ რამდენად კერძო სექტორთან, ბიზნესთან მუდმივი დიალოგი კერძო სექტორთან და ბიზნესთან, ნელ-ნელა ეს ხოჭოთ გამოსწორდა რაღაცა სფეროებში ეს გამოსწორებადი არის. პროფესიული განათლების ნაწილში მაგალითად რაღაცა სექტორებში ეს გამოსწორებადია და რაღაცა დადებითი ტენდენციები გამოისახა, იმიტომ რომ ბიზნეს სექტორსაც დასჭირდა იმის სწავლა, თუ როგორ უნდა ჩამოაყალიბოს თავისი მოლოდინები. მე ძალიან კარგად მახსოვს 2009 წელს რო ჩავატარეთ პირველი შრომის ბაზრის კვლევა, ძალიან საინტერესო ისინი ამოვიდა მონაცემები, გვეუბნებოდნენ რომ აი რა თვისებები, რა ცოდნა უნდა ჰქონდეს თანამშრომლს და უნდა ვენდობოდე მასო და ანუ რა ისეთი პროფესიული კომპეტენციები თეთრ არ იყო პირველ ადგილზე წამოწეული, ხო? ეხლა ნელ-ნელა ეს იხვეწება და იცვლება, ასე ვთქვათ, ძალიან კაფიოდ თავს მაგალითად საბანკო სექტორს ჩამოყალიბებული თავისი მოლოდინები და სხვა შემთხვევებში ცოტათი ჭირს, ანუ აქაც სექტორალური განსხვავება არსებობს, ხო? მაგალითად ახლა მეცნიერებაში თუ უნდა ადამიანს მუშაობა თქვათ ბიომეცნიერებაში ის აკადემიურ სექტორის იქით ვერ გაიხედა, იქ დამსაქმებელი სხვა უბრალოდ არ აკყავს. ანუ საქართველო არის პატარა ქვეყანა, სამწუხაროდ ღარიბი ქვეყანა, რომელშიც ყველა სექტორი თანაბრად განვითარებული არ არის. შესაბამისად განათლების სისტემა, რომელიც უნდა ამზადებდეს მაღალი კლასის სპეციალისტებს, არა, იმასაც უნდა ითვლით, რომ ადამიანს უნდა შეეძლოთ ყოველდღე საერთაშორისო შრომის ბაზაზე დასაქმება. ამას ვერავინ ვერ აკრძალავს, ხო? გალაპარაკია იმაზე, რომ ქვეყანაშიც უნდა იყოს შრომის ბაზარი ადეკვატური. პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ჩვენ აქ გვაქვს დისბალანსი. რა სამსახურები არსებობს დღეს საქართველოში? რომელი სექტორი არის აყვავებული, სად შეიძლება ადამიანმა იმუშაოს? ეს არის სახელმწიფო სექტორი, მუნიციპალიტეტები, სამინისტროსაც ხშირად გაბერილი კადრებით, ხო? თავისი რაღაცა უშიშროებით და ძალოვანი სტრუქტურებით. ეს არის ტურიზმის სექტორი.
და ცოტათი კიდევ რაღაცა ხდება სოფლის მეურნეობაში. ანუ სად არის ის ასე აშენებული ქარხანა, რომ რაღაცა ხდებოდეს, ხო? ანუ შრომის ბაზარით საკმაოდ მწირი და შეზღუდული არის საქართველოში და მე თუ მინდა მაგალითად ვისწავლო, არ ვიცი, სოციალური მეცნიერებები ან შუა საუკუნეების ფრანგული პოეზია, რა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე აუცილებლად ქართულ შრომის ბაზარზე უნდა ვიყო მიმული. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო აქცენტებისთვის, როგორც ყოველთვის ვფიქრობ საინტერესო ინტერვიუ შედგა. ნახოთ ალბათ ამ კონცეფციასთან დაკავშირებითაც უფრო მეტი სიცხადეები ეცემა ამ პროცესს და ალბათ აკადემიური საზოგადოების ჩართულობაც უნდა მოხდეს ყოველ შემთხვევაში მათ გარეშე ალბათ შეუძლებელია რაღაც მნიშვნელოვან ცვლილებებზე. სულ მცირე ამ ავტონომიურობის შეზღუდვაზე შეიძლება ძალიან სერიოზული საპასუხო რეაქცია მიიღონ, იმიტომ რომ მე თუ მკითხოთ, უნდა გასაჩივრდეს ეს გადაწყვეტილება. მიიღებენ თუ არა ამ კონცეფცია გახდება თუ არა ოფიციალური დოკუმენტი, აუცილებლად უნდა შევიდეს საჩივარი კონსტიტუციის მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით. კი ბატონო, ეს განაცხადი ქონდა აკადემიურ საზოგადოებას რამდენიმე დღის წინ. ლიკა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა თქვენ. მაყურებელს შევახსენებ, რომ ლიკა ღლონტი უმაღლესი განათლების ექსპერტი პასუხობდა დღეს ჩვენს კითხვებს, რედაქტორი კი ამით დასრულებულია. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.